ამ ერთი კვირის წინ მე მოუწოდე ქართული სპორტის ვარსკვლავებს, ხვიჩა კვარაცხელიებს, ზაზაფაჩულიებს, რა ვიცი, ბექაურებს და ასე შემდეგ, რომლებსაც მილიონიანი ჰონორარები ჰქონდათ და აქვთ. აგერ ზაზაფაჩულია საერთოდ ხვანჭკარის ზონაში, რაჭაში ხესებს აშენებს. ისეთი გულისხმიერი ადამიანია და ისე იცავს ქართულ ტრადიციებს. ხვანჭკარის ზონას ანადგურებს. ჰესით. ხო და არც ერთ მათგანს არ გადაურიცხია ფული დივშენის დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში. ყველაზე დიდი გადარიცხვა იყო 500 ლარი, რომელიც ერთმა შეძლებულმა, ასე თქვა, ადამიანმა გადარიცხა. ამათ ხელი არ გაუკრიათ ჯიბეზე. რატო? იმიტომ რომ შიშით ვერ დაუპირისპირდნენ მთავრობას. ანუ კოცბანდას. რომელსაც პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის პირით, რომ არარაციონალური ხარჯები არისო ამათი დახმარება, იმიტომ რომ მაინც მოკვდებიანო, ასე გამოვიდა, ხო? აზრი არ აქვს დახმარებასო. არარაციონალური ხარჯებს არ გავწევთ ჩვენო. სიკვდილს დაველოდებითო. ხო და აი ამათი შიშით ამ ვითომ ვარსკვლავებმა და ვითომ საქართველოს პატრიოტებმა არაფერი გადაურიცხეს ამ ბავშვებს. ახლა მითხარით, რა შეიძლება ეწოდოთ ამათ? აი ელემენტარულად რა ქვიასთ ადამიანს, რომელიც მთავრობის შიშით წამებით სიკვდილისთვის განწირული ადამიანის დასახმარებლად ერთ ლარსაც არ გაიღებს არა და მათ ხო გითხარით მილიონიანი ჰონორარები აქვთ. აი ესეთი არარაობები ხართ. და ეს ეხება ყველას, არა მარტო ამ სპორტის ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავებს, ხო? ყველას აი რა ვიცი, გამოჩენილ ადამიანებს ეგრეთ წოდებულებს, ცნობად სახეებს, ყველას, ვინც მთავრობის ნასოფრალით იკვებება და მათი, ასე ვთქვათ, უკანალის შემყური არის. და ადამიანობა დაკარგეს. ეს რა არის ქველმოქმედება ამ შემთხვევაში? ეს არის ის, რომ დაამტკიცო ელემენტარულად საკუთართაც დაამტკიცო, ან საკუთარ თავში იგრძნო, რომ ჯერ კიდევ ხარ ადამიანი, რომ ეხმარები უპოვართ, რა ვიცი, გაჭირვებულებს, სასოწარკვეთილებს. არა. აი ესეც კი ვერ შეძლეს. იმდენად პატარები არიან, იმდენად არარაობები არიან, რომ ესეც კი ვერ გააკეთეს. ისევ და ისევ შიშით. მე ერთხელ ადრეც თქვი, აი ხვიჩა კვარაცხელია რომ გამოვიდეს და თქვას, რომ არ მოსწონს ისაც საქართველოში ხდება, რას უზამენ? პარი სენ-ჟერმენიდან გამოაგდებენ? თუ საქართველოს ნაკრებიდან გარიცხავენ. ვერაფერსაც ვერ უზამენ. მაგრამ ამის გაკეთებაც არ შეუძლია. იმიტომ რომ ფეხზე კიდია. არ არის ქართველი. ამ თვალსაზრისით არაფერი ქართველისა მას არ ცხია. ასევე არის სხვაებიც, რა ვიცი, აღარ ჩამოვთვლი ახლა გძელსიას. ეს ის ხალხია, რომლის გულისთვისაც ქართველები ვიდექი და ვტიროდით სიხარულისგან, როცა იგივე ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და როცა აგერ ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც რა აზრი აქვს მაგათ გულში? რაში გვაინტერესებს მათი ოქროს მედლები და თასები, როცა ფეხზე ვკიდივართ და განწირულები ვყავართ ამ რუსული კოცბანდის საჯიჯგნად. ანუ თვითონაც ეგენი არიან, ხო? მაგათი მხარდამჭერები. დუმილი ამ შემთხვევაში მხარდაჭერას ნიშნავს. როცა შენი სამშობლო იღუპება, როცა შენი თანამოძმეები ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, როცა აი ტროტუარზე დგომის გულისთვის ხალხს იჭერენ, მაგათ ხო ნახეს ევროპა, ასე იქცევიან ევროპაში? ხო მოსწონთ მაგათ ევროპა, ასე იცნობენ ევროპას? ეს უნდათ საქართველოშიც? აი ასე. სიმართლე მწარია, მაგრამ აუცილებელი. მე ახლა არავის ჯინი არ მჭერს, ცალფეხზე მკიდია ეგენ იქნებიან ჩემპიონები, არ იქნებიან. ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა და არც ექნება, ხო? აქ სამშობლოს გადარჩენაზეა ლაპარაკი და ყველა იმ ადამიანისთვის გასაგონად ვამბობ ამას, ვისაც რამე შეუძლია გააკეთოს საკუთარი სამშობლოსთვის, საკუთარი ხალხისთვის და არ აკეთებს. თორემ მე ჩემეძლო ალბათ ბევრ თქვენთაგან შეგეძლო მოეწყო თავის ცხოვრება ქოცების ტრაკის ლოკვით, მანამდე ნაცების ტრაკის ლოკვით, მანამდე შევარდნაის ტრაკის ლოკვით, მაგრამ ხო არ გვიკადრია ეს. იტო იცით? საკუთარ თავზე გული რო აერევა ადამიანს სარკეში ჩაიხედება, ის ადამიანად აღარ ითვლება და არ მინდა რომ გული ამერიოს საკუთარ თავს სარკეში დავინახო. მე მიჩვენია ასე ვიცხოვრო. და თქვენც ალბათ ხო? მიუხედავად ამ
უბედურებისა და ამ ბრძოლისა უკვე აცლებულებრივ გრძელდება. ასე ცხოვრება ჯობია. გელიზა ძაღლის ამბავის არ იყო სასკოლაში რო გვასწავლდნენ, ეხლა არ ვიცი ასწავლიან თუ არა. ძაღლი რო ეუბნება ამ გელს, რაც გავხარ ჩემი გადატყაული გაცვეთილი ხარო და საჭმელი ქშიაო მუდმივადო. მოდი აგე ჩემი პატრონთან ერთად ვიყოთო და შევხედე მე როგორი გასქვებული ვარ, გვაჭმევს საჭმელს, ყველაფერი კარგად იქნებაო და გელი ეკითხება ეგ კისერზე რა გაქვსო ისო? ესო ჯაჭვისგან მაქვს გადაწვეთილიო, ჩემი პატრონი ბაბამსო რა, ხანდახან რა. ხო და ჩემო კარგო, მე მიჩენია დღეში 50 კილომეტრი ვირბინო ერთი ლუკმა პურისთვისო, საჭმელისთვისო. ვიდრე შენაერად ძაღლურად ვიცხოვრო და პატრონის ჯაძვე ვიყო გამომბულიო. ასე რომ თავისუფლების ფასი ყველა მარიცის. და გისურვებთ რაც შეიძლება მეც ეგრძნოს რა არის თავისუფლება, თუნდაც მშიერი. იხარეთ და იმრავლეთ. გაავრცელეთ ეს ვიდეო, ბევრმა ადამიანმა ნახოს იქნება რომელიმეს არარსებული შუბლის ძარღვი შეუტოկდეს.